და ისის მეგობრებო, რასაც ამდენი ხანია ველოდებით, 22 ნოემბერი, დოჰა, კატარი, ალექსანდრე თოფურია ყაზახ მებრძოლს, ბეკზად ალმახანს დაუპირისპირდება. სანამ ვიდეოს დავიწყებთ, თხოთ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. დიდი მადლობა თუ ეს ოეთხოვნა უკვე შემისრულე. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი დავიწყოთ. ალექსანდრემ უკვე დაამტკიცა, რომ UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მებრძოლია. ახლა მის წინაშე ახალი გამოცდა, ყაზახი ბეკზად ალმახანი. ეს იქნება ბრძოლა, სადაც ერთმანეთს გადაკვეთენ სრულიად განსხვავებული სტილები. ალმახანის ფეთქებადი ნოკაუტის ზალა და თოფურიას ტექნიკური მრავალფეროვნება. მოდი დეტალურად განვიხილოთ, თუ ვინ არის ბეკზად ალმახანი და რას უნდა ველოდოთ ამ დაპირისპირებაში. ბეკზად ალმახანი 1997 წლის 8 ოქტომბერს ყაზახეთის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. ბავშვობიდანვე სპორტისკენ იყო მეძრეკილი და მალევე მიხვდა, რომ ბრძოლები მისი გზა იქნებოდა. პროფესიონალურ MMA-ში ალმახანმა უკვე დაამტკიცა, რომ სერიოზული ძალაა. მისი რეკორდი 12-20-ია. ყველაზე შთამბეჭდავი კი ისა, რომ 12-დან 10 ბრძოლა მან ნოკაუტით მოიგო, რაც შთამბეჭდავი შედეგია დამეთანხმებით. მისი მთავარი იარაღი ყოველთვის იყო აგრესიული სტრაიკინგი, მძიმე დარტყმები და სწრაფი ფინიში. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მისი სტილი საკმაოდ ერთფეროვანია, ძირითადად დარტყმებზეა ორიენტირებული, ხოლო გრეპლინგსა და მტაზე ბრძოლაში შედარებით სუსტია. რაც შეეხება UFC-ს, მისი დებიუტი 2024 წელს შედგა. თავიდანვე საკმაოდ რთულ მეტოქეს დაუპირისპირდა უმარ ნურმაგომედოვის სახით. ბევრი ფიქრობდა, რომ ალმახანი ადვილად დამარცხდებოდა. დასაწყისშივე ალმახანმა ძლიერი დარტყმა გაუტარა უმარს და ძის დააგდო, თუმცა აქვე გამოჩნდა მისი სუსტი მხარეები ჭიდაობაში. მან ვერ შეძლო საქმის ბოლომდე მიყვანა, რაც უმარი ჭიდაობის დამსახურებაა. საბოლოო ჯამში ცუდი ბრძოლა ჩაუტარებია, ბევრი კარგი მომენტიც ჰქონდა, მაგრამ სამრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. მისი შემდეგი ბრძოლა UFC 315-ზე შედგა 2025 წლის მაისში, ბრედ კატონას წინააღმდეგ. ეს ბრძოლა მისთვის ერთგვარი შანსი იყო უკან დაბრუნების. ეს შანსი ალმახანმა მაქსიმალურად გამოიყენა. ბრძოლის დაწყებიდან მხოლოდ 64 წამი იყო გასული, როდესაც ზუსტი აპერკოტით კატონა სასტიკად დაანოკაუტა. ეს იყო დემონსტრაცია იმისა, თუ რამდენად საშიშია მისი დარტყმები. ამ გამარჯვებამ ბევრი გულშემატკივარი და ექსპერტი დააფიქრა, იქნებ ალმახანი არის პროექტი, რომელსაც მომავალში ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია. თუ დავაკვირდებით მის ბრძოლებს, ალმახანის მთავარი ძალა უდაოდ სტრაიკინგია, მას აქვს ფეთქებადი ძალა. შეუძლია ის დარტყმაში დაასრულოს ბრძოლა. ამის დამადასტურებელია მისი 10 ნოკაუტი. მისი ძლიერი მხარეებია სისწრაფე, აგრესია, ფსიქოლოგიური წნეხი მეტოქეზე, ის რომ არ ეშინია შეტევის დაწყების. მაგრამ სუსტი მხარეებიც აშკარაა. მისი დაცვა ხშირად ღიარჩება. გრეპლინგში პრობლემები აქვს და როცა ბრძოლა გადაწყვეტილებამდე მიდის, საქმეში ხშირად მისი ცუდი კარდიოც იჩენს ხოლმე თავს. სწორედ ეს შეიძლება გამოიყენოს ალექსანდრემ თავის სასარგებლოდ. რაც შეეხება ალექსანდრე თოფურიას, ალექსანდრე ბევრად უფრო მრავალფეროვანი მებრძოლია. მას აქვს ძლიერი სტრაიკინგი, კარგი ჭიდაობა და მიწაზე საბრძოლო ტექნიკაც. ასე რომ თუ ალმახანი მხოლოდ დარტყმებით ეცდება ბრძოლას, რა თქმა უნდა, ალექსანდრეს ტაქტიკა გრეპლინგი და მიწაზე ბრძოლის გადატანა იქნება. ეს დაპირისპირება ნამდვილი ტესტი იქნება ორივესთვის. ალმახანისთვის ეს იქნება შანსი დაამტკიცოს, რომ მხოლოდ ერთი დარტყმის მებრძოლი არ არის. ხოლო თოფურიასთვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ აჩვენოს თავისი ბრძოლის მაღალი ინტელექტი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ბრძოლა 22 ნოემბერს ყატარში გაიმართება. ორი სრულიად განსხვავებული სტილი შეხვდება ერთმანეთს. წარმატებას უსურვებ ალექსანდრეს ამ ბრძოლაში. მას საკმაოდ კარგი შანსი აქვს მეტოქის დასამარცხებლად და კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად UFC-ში წარმატებისკენ. მოდი, თქვენს გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ ბრძოლაზე. თუ მოგეწონათ ვიდეო, კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ.